აქ თურმე რამდენი რამ ხდება. ესტონეთის რესპუბლიკა სასკოლო სისტემის რეფორმას ატარებს. რუსული სკოლები ტრანსფორმაციას განიცდიან. მალე ყველა ბავშვი მთელ ქვეყანაში მხოლოდ ესტონურ ენაზე ისწავლის. ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, განსაკუთრებით ლატვიასა და ესტონეთში, უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა მშობლიური ენაც რუსულია. ესტონეთის დედაქალაქ ტალინში თითქმის ყოველი მეორე ბავშვი რუსულ ენაზე იზრდება და რუსულად საუბრობს. რუსული კიდევ უფრო მეტად არის გავრცელებული ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მე ნარვისკენ მივდივარ. ნარვა ესტონეთის მესამე ყველაზე დიდი ქალაქი, ზუსტად რუსეთის საზღვართან მდებარეობს. ამ ქალაქის მოსახლეობის 90%-ის მშობლიური ენა რუსულია. სტალინმა 10,000 ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი ციმბირში გადაასახლა და მათ ნაცვლად ასევე 10,000 რუსი ჩაასახლა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში. ეთნიკური დეპორტაცია და რუსიფიკაცია ერთდროულად მიმდინარეობდა. რუსიფიკაცია სტალინის გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა. ათასობით სამრეწველო სექტორში დასაქმებული ადამიანი და ჯარისკაცი ჩასახლდა ბალტიისპირეთში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. საბჭოთა ოკუპაციის დროს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში სახელმწიფო ენა რუსული იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს და ოფიციალური ენად რუსულის ნაცვლად ლიეტუვური, ლატვიური და ესტონური გამოაცხადეს. დღეს ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, შიშობენ, რომ პუტინი რუსულენოვანი მოსახლეობით მანიპულირებას შეეცდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვის მიერ კონტროლირებულ სამაუწყებლო არხებს ლიცენზია შეუჩერეს. ლატვია და ესტონეთი კი დამატებით ლატვიურ და ესტონურ ენებს სკოლებში ერთადერთ სასწავლო ენად ამკვიდრებენ. ესტონეთში ჩატარებული ბოლო კვლევების მიხედვით რუსულენოვანი უმცირესობების თითქმის ნახევარი ძალიან ცუდად არის ინტეგრირებული საზოგადოებაში. ამის შეცვლას სასკოლო რეფორმით აპირებენ. ნარვაში 10-დან 9 ადამიანის მშობლიური ენა რუსულია. ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ეს ქალაქი ესტონეთს ეკუთვნის. დიდი სასკოლო რეფორმა 2030 წლისთვის ესტონეთში ყველაფერს შეცვლის. საინტერესოა, რას ფიქრობს ნარვის მოსახლეობა ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სასწავლო ენა მხოლოდ ესტონური იქნება. მოდი გავიკითხავ. ირინას თავისი გოგონა ელა სკოლიდან მოჰყავს. რუსულის ნაცვლად ელა ახლა ესტონურ ენაზე სწავლობს. ეს ცოტა რთულია, გვიწევს დავეხმაროთ ბავშვს სახლში, რადგან ადრე იგი რუსულენოვან საბავშვო ბაღში დადიოდა. ჩემთვის არ არის რთული. ჩემი აზრით აბსოლუტურად სწორი რეფორმაა, რადგან ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და უბრალოდ აუცილებელია იცოდე ადგილობრივი ენა. ის ყველგან გჭირდება. ადრიანი დილაა, ფაინა სკოლაში მიდის. ახალი სასწავლო დღე იწყება, გარეთ თოვლია. ავტობუსი მოდის, უნდა წავიდე. Ja tuju kohe tuleb buss ja et siis äkki alustame. სასკოლო რეფორმას მონიტორინგს ევროსაბჭო უწევს. მონიტორინგის მიზანი უმცირესობის უფლებების დაცვაა. ფაინა სახლში რუსულად საუბრობენ. ფაინა ერთადერთია ოჯახში, ვინც სრულყოფილად იცის ესტონური. ისიც იმიტომ, რომ იგი რუსულიდან ესტონურ სკოლაში გადავიდა. კიდევ ერთი ახალი დღე სკოლაში, ბოლოს და ბოლოს სკოლაში ვარ და ფიზიკის გაკვეთილზე შევდივარ. სკოლის ახალი შენობა მყუდროა და თანამედროვე. ეს სწავლების მეთოდებსაც ეხება. ფიზიკის მასწავლებელი კურლინგი ჯგუფურ მეცადინეობას ანიჭებს უპირატესობას. ისიც ახალია ამ სკოლაში. მანამდე ნარვის წყალგაყვანილობის სისტემებს მართავდა. კურლინგის მშობლიური ენა რუსულია, მაგრამ ის ესტონურად ასწავლის. როგორც წესი, ჩვენს გაკვეთილებზე ერთდროულად ორი საქმის სწავლება გვიხდება. ერთია თავად დისციპლინა და მეორე ესტონური ენა. სპეციალიზებული გაკვეთილები მხოლოდ ერთ ენაზე უნდა მიმდინარეობდეს. შესვენებაზე ახალგაზრდები ერთმანეთში რუსულად საუბრობენ. ფაინა მოწაფეების მიერ არჩეული ერთ-ერთი წარმომადგენელია. მას კარგად ახსოვს თუ რა გზა გაიარა, როდესაც გადავიდა რუსულიდან ესტონურ სკოლაში. პირველი წელი წარმოუდგენლად რთული იყო, თითქმის არაფერი მესმოდა. ცუდი ნიშნები მყავდა, მაგრამ მასწავლებლები ძალიან მეხმარებოდნენ და ჩემი ოჯახისგანაც დიდი მხარდაჭერა მქონდა. Ja mul oli väga suur toetus peres. ყველაზე დიდი პრობლემა პედაგოგების დეფიციტია, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ესტონეთი ძალიან დიდ ინვესტიციებს დებს განათლებაში და კარგ შედეგებსაც იღებს. ეს ქვეყანა წლებია მაღალ რეიტინგს იღებს ევროპული განათლების სისტემის შედარებისას. საქმე მხოლოდ ენას არ ეხება, ეს კულტურასაც გულისხმობს, რომ ხალხმა შეძლოს რეალური კავშირის დამყარება. ფაინა მთელი სისტემა კარგად იცის. სკოლა რუსეთში, რუსულენოვანი სკოლა ესტონეთში და ახლა უკვე ესტონურენოვანი სკოლაც.
მე ვგრძნობ, რომ ხალხიც განსხვავებულია. რუსულ სკოლებში პედაგოგები ძალიან მკაცრები არიან. ესტონეთში კი მასწავლებლები თანამედროვე და გულისხმიერები არიან. aga Eesti õpetajad on nii-öelda kaasaegsed ja toetavad. ჯერა რომ არასდროს არის გვიან ახალი ენის სწავლა. ამჟამად ესტონეთში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რუსული სკოლების ტრანსფორმაციაა. მთელი სასწავლო სისტემა სრულად გადავა ესტონურზე 2030 წლიდან. მე უნდა შევხვდე განათლების მინისტრს, კრისტინა კალას. გამარჯობა, მთელი ესტონეთი მოვიარე. ხალხს ყველგან გავესაუბრე და მათ შეკითხვები დამაბარეს თქვენთან. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ესტონეთში. დიდი მადლობა. მოდი დავიწყოთ ინტერვიუ. ადგილობრივების პირველი კითხვა ფაინასგან იქნება. რატომ მიიღეთ სწავლების რუსული ენის ესტონურით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა და არა 10 წლის წინ? Miks mitte äkki 10 aastat tagasi? აბა რას უპასუხებთ? ალბათ იმიტომ, რომ არ გვეყო საკმარისი პოლიტიკური ძალა ამის გასაკეთებლად. რუსეთი ძლიერად ერეოდა ჩვენ საქმეში და სამწუხაროდ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში აღმოჩნდა ის ფაქტორი, რომელმაც საბოლოოდ დაგვაძლებინა ამ რეფორმის მიმართ არსებული წინააღმდეგობა. რატომ ხურავთ ყველა რუსულ სკოლას ესტონეთში? ისინი ისევ ღია, უბრალოდ ბავშვები ესტონურად ისწავლიან, ასე რომ ყველა სკოლა ერთნაირი იქნება, ერთნაირი პროგრამა ექნებათ და ყველგან ესტონურად ისწავლიან. ამასთან დაკავშირებით გაეროს ექსპერტებმა დიდი შეშფოთება გამოხატეს. როგორია თქვენი რეაქცია ამაზე? ჩემი დიდი შეშფოთების მიზეზი კი ის იყო, რომ რუსული ენა ორ ნაწილად ყოფდა განათლების სისტემას, რაც ძალიან უარყოფითად აისახებოდა თავად რუსულენოვან ბავშვებზე. ამ ორი სრულიად განსხვავებული პარალელური განათლების სისტემების მოქმედების შედეგი ის იყო, რომ რუსი ბავშვები რუსული სკოლის კურსდამთავრებულები ესტონეთის სკოლის შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშე და შრომის ბაზრის მიღმა დარჩნენ. ამიტომ აუცილებელია ამ სასკოლო სისტემის რეფორმა, რათა ესტონურ ენაზე განათლების მიღება ყველას თანაბრად შეეძლოს. ინტეგრაციის ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, რა არის თქვენი მიზანი? დამოუკიდებელ ესტონეთში დაბადებული თაობისთვის საკვანძო საკითხია ის ფაქტი, რომ მათ თავი ესტონელებად ჩათვალონ, ესტონელი ერის შვილებად. ოღონდ ისე, რომ უარი არ თქვან საკუთარ ეთნოკულტურაზეც, იმაზე, რომ რუსები არიან. ასე რომ ეს ორი ფაქტორი ურთიერთგამომრიცხავი არ არის. ახლა მოსწავლე ფაინა სრულყოფილად ფლობს ორ ენას. რუსულისა და ესტონურის გარდა ის გერმანულსა და ინგლისურსაც სწავლობს. მისი ოცნებაა გახდეს კინორეჟისორი. ფაინამ კარგად იცის საითაც მიდის.